მიმდინარე წლის 17 მარტს გარდაიცვალა კათალიკოს პატრიარქი. დაკრძალვა დღეს ტალღებად მოდიოდა ხალხი გამოსამშვიდობებლად, დასამშვიდობებლად პატრიარქთან. რამდენი მოქალაქე იყო? მილიონი, მილიონ ნახევარი, ვინც ის და იქნებ მეტიც კი, ასე ანგარიშობენ ყოველ შემთხვევაში მართლაც არნახული, აი გულახდილად ვთქვათ, არნახული რაოდენობის მოქალაქე გამოვიდა თბილისის ქუჩებში და შეეფიდა თბილისის ქუჩებს. რასაკვირველია, ყველა ვერ მოახერხა ტაძარში შესვლა, ტაძრამდე მისვლაც კი, მაგრამ ეს იყო დამშვიდობება პატრიარქთან არნახული, არცთან, რომელიც 49-50 წლის განმავლობაში იყო უმაღლესი იერარქი კათალიკოს პატრიარქი ჩვენი ქვეყნისა. 1977 წელს მოხდა მისი ინტრონიზაცია. არც ერთ ადგილობრივ უწყებას, მაგალითად რომელიმე გამგეობას, რომელიმე მერიას, ქუთაისის მერიას თუ არ ვიცი სხვა ქალაქის მერიას ან რომელიმე ქალაქის თუ სოფლის გამგეობას არ დავალებია გამგებლებს, მერებს, ხო? აგრეთვე სიპებს, დედაქალაქის მერს, ზოგადად მთავრობას, პარტიას არ დავალებია ამგვარი რამ, არ დავალებია, თუ არ გაუციათ დავალება იმის თაობაზე, რომ უნდა მოეყვანათ გასვენება დღეს, პირობითად 150, 200 თუ 250 კაცი თითო რაიონს თუ თითო სოფელს. 250 კაცი თითო სოფლისთვის ბევრია და თითო რაიონისთვის ცოტა. მაგრამ დავალება ამგვარი გაცემული არ ყოფილა. იმიტომ რომ ისედაც ყველა მიცოდა, რომ პატრიარქთან დასამშვიდობებლად მივიდოდა უამრავი მოქალაქე. ახლა მეორე საკითხი არის მნიშვნელოვანი. რამდენი მოქალაქე მივა, როცა იქნება მაშინ და მე გეტყვით, ჩემი ინფორმაციით როდის იქნება, როდის მოხდება ეს ყველაფერი, როცა იქნება მაშინ მაღალი ალბათობით შიო მუჯირის ინტრონიზაციაზე. სვეტიცხოველში გაიმართება ეს ინტრონიზაცია, უკლებლივ ყველა კათალიკოს პატრიარქის ინტრონიზაცია, რომ ვიცოდეთ, მაინც იმართება სწორედაც რომ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. და როცა იქნება მაშინ რამდენი მოქალაქე მივა შიო მუჯირის ინტრონიზაციაზე? ბევრი. არა, რასაკვირველია, 1,5 მილიონი თუ 2 მილიონი თუ 1,300,000 ადამიანი ვერ მივა, განამარტო არ, არამედ ვერც მივა სვეტიცხოველში, მცხეთამდე ვერ მივა. მაგრამ რამდენიმე 10,000 კი არა, ვინც ის და 100,000 მოქალაქეს გულწრფელად მისულებს, მაინც ელიან, მაგრამ ამ გულწრფელად მისულებს შეეხიდებიან, მათთან ერთად იქნებიან თუ მართებული სიტყვა ძალით მიყვანილები. მოკლედ გამგეობებს, მერიებს, პარტიას და ასე შემდეგ და ეს შემდეგ დაევალებათ შესაბამისი უწყებებიდან, ან პარტია თავად დაავალებს უფრო ზუსტი რომ იყო, რომ მაგალითად ზესტაფონმა მიიყვანოს პირობითად ლაპარაკობ რაღაც 3,000 კაცი, ან ქუთაისმა მიიყვანოს მაგალითად 8,000 კაცი. ბათუმიდან უნდა ჩამოვიდეს სტუმარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან ზოგადად იყოს თქვათ 27,000 კაცი. პირობითად ლაპარაკობ 27,000 მოქალაქე და ორგანიზებული იქნება ეს ეგრეთ წოდებული სამარშრუტო ტაქსები, ავტობუსები, ვინც ის და ბიუჯეტი იქნება გამოყოფილი იმისთვისაც, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ იმ დღის საკვები, თანხა ან საკვები ელემენტარული და მცხეთაში, სვეტიცხოველში, სვეტიცხოვლის ეზოში, სვეტიცხოვლის გარშემო, ზოგადად მცხეთაში უამრავი ადამიანი მოიყრის თავს. საქართველოს ხელისუფლებად წოდებულ ბანდას სჭირდება, რომ აჩვენოს, და მე გეტყვით რატო სჭირდება, რომ აჩვენოს, რომ ძალიან ბევრი მოქალაქეა შეკრებილი და ის ცერემონია იქნება ასევე შთამბეჭდავი, კარგად ორგანიზებული, კარგი რეჟისორი ეყოლება იმ ცერემონიასაც, როდის გაიმართება, ამაზე ვიტყვი ორ სიტყვას, ჩემი ინფორმაციით, მაგრამ აუცილებელია, რომ პომპეზურობა შეიმჩნეოდეს, პომპეზური იყოს ეს ღონისძიება. ახლა დავსვათ კითხვა, როდის აპირებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება? საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად ინტრონიზაციას, კვლავ ვიმეორებ მაღალი ალბათობით შიო მუჯირისა, იმიტომ რომ პრაქტიკულად არ არსებობს არანაირი შანსი, რომ შიო მუჯირმა არ გაიმარჯოს არჩევნებში, ის არ გახდეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქი. აი უახლოესი გაფართოებული სხდომაა, რომ იქნება 20 ციხმა ყოფნის მას და წინასწარ ვინც მისცა მას 20 ხმა, ვინც მისცა საკუთარი ხმა,
ისინი მაღალი ალბათობით, კი არა, უმაღლესი ალბათობით ისინი კვლავაც დაუჭერენ მხარს შიომუჯირის კანდიდატურას. აქედან გამომდინარე, არანაირი მეორე ტური, მაგალითად შიოსა და იობს შორის, თუ შიოსა და გრიგოლს შორის არ გაიმართება, ერთხმასაც კი ვერ გადმოიზიდავს მისი რომელიმე დღევანდელი ოპონენტი კვლავ ვიმეორებ მაღალზე მაღალი ალბათობით. ხო და როდის გაიმართება ეს? როდის გეგმავენ რომ გამართოთ სვეტიცხოველში კვლავ ვიმეორებ ინტრონიზაციის ცერემონიალი და მე გეტყვით რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით აპირებენ ამის გაკეთებას 26 მაისს. 26 მაისს, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს ის დღეა, როდესაც ოპოზიცია აპირებს თბილისის ცენტრში გამართოს მრავალათასიანი აქცია გამოუვა თუ არა კი მრავალი ათასი მოქალაქე კი იქნება, მაგრამ შეკრებს კი ოპოზიცია მაგალითად 50,000 მოქალაქეს. მით უფრო ამის გათვალისწინებით, იმიტომ რომ მისი ამ ამბის გათვალისწინებით თუ ეს ასე მოხდა. იმიტომ რომ მისი ანუ ოპოზიციის მომხრეთა გარკვეული ნაწილი მაინც არის მორწმუნე. გარკვეული ნაწილი შესაძლოა უმრავლესობაც კი და ამ ნაწილმა შესაძლოა ამჯობინოს გადანაცვლება მცხეთაში და თუ სვეტიცხოველში ვერ შევა, სვეტიცხოვლის მიდამოებში, სვეტიცხოვლის გარშემო მაინც ყოფნა და ასე მონაწილეობა ინტრონიზაციის ცერემონიალში. ოპოზიცია არ ვიცი ის თუ არა ეს ამბავი იმის თაობაზე რომ 26 მაისს გაიმართება მაღალი ალბათობით ინტრონიზაცია, ან აქვს თუ არა ამგვარი ცნობა და თუ აქვს ცნობა ამგვარი, მე არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, ესენი ანუ ოპოზიცია აპირებს თუ არა რამ ალტერნატიული გეგმის შემუშავებას, მაგალითად თქმას იმისა რომ 26-ში დავესწროთ ინტრონიზაციას ან არ დავესწროთ და ვაცადოთ ინტრონიზაციის ჩატარება საქართველოს ხელისუფლებას და მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც შიომუჯირის პირობებში ასაკვირველია ბიზინა ივანიშვილის წაგრძელება დამატება იქნება. მოდი ჩვენ გავმართოთ მრავალათასიანი აქცია 27-ში ან 25-ში ან 30-ში. უკეთ მოვემზადოთ. ოპოზიციას არავითარ შემთხვევაში მის ბოსტანში კენჭებსაც არ ვისვრი, მაგრამ მე ბევრი ვერაფერი შევატყი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი დადიან კარდა სოფელ, ორღობე, ქალაქ და ცდილობენ ხალხის მოყვანას 26 მაისო აქციაზე. არა, ნახე რამდენიმე კადრი, მაგრამ თითოეულა მოქალაქეს თუ ხდებიან ცოტას მოკლედ თითოეულას არა, მაგრამ ჯამში 30, 40, 50 და ეს აგიტაცია პროპაგანდა მართებული კონსულტაციით თითქოს არ მიმდინარეობს სრულად. ორი პარტია ვნახე, გულახდილად გეტყვით, ეს არის ფედერალისტები და ეს არის თავისუფლების მოედანი. ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია, აღმაშენებელი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, გირჩი და ასე შემდეგ არ მინახავს. ალბათ უფრო ჩემი ბრალია და არა მათი, მაგრამ მე რო არ მინახავს, ამას კი გულახდილად გეტყვით, ანუ კადრები არ მინახავს, რომ მათი ლიდერები აქა-იქ დადიან და თუნდაც 20 მოქალაქეს ხდებიან. კარგით, ეს მეორე თუ მესამე მნიშვნელობის თემაა მოცემულ ეტაპზე, მთავარ საკითხს უნდა დავუბრუნდეთ. მოკლედ, 26-ში თუ გაიმართება, ხაზგასმით ვამბობ, ინტრონიზაცია. რას აკეთებს და რას აპირებს ოპოზიცია? ეს არის მნიშვნელოვანი კითხვა. თბილისში მაინც გამართავენ ისინი აქციას, თუ აცდიან ინტრონიზაცია დასრულდება და მაგალითად აქციას გადაიტანენ 27 მაისს. მე მესმის 26 მაისი სიმბოლური თარიღია და 26 მაისს თუ ვიქნებოდით ჩვენ ან ვიქნებით მაგალითად 50, 60, 70,000 მოქალაქე თუ იქნება ქუჩაში, გასაკვირველია ეს ძალიან კარგია და სიმძიმის ცენტრი გადმოვა თბილისში და არ იქნება მცხეთაში თუ სვეტიცხოველში მესმის, მაგრამ ამისთვის 70,000 კაცი შეიძლება არც იყოს საკმარისი, უნდა იყოს მაგალითად 150, 200,000 კაცი და 200,000 კაცი თუ იქნება, უნებრივია სიმძიმის ცენტრი იქნება რუსთაველზე თბილისში და ქალაქში და პირობებს თუ მართებული სიტყვა ეს ხალხი ეს საზოგადოება წაუყენებს სვეტიცხოველში შეკრებილ დე ფაქტო ხელისუფლებას, მაგრამ ხომ ფაქტია და ხომ ვიცით წინასწარ რომ არა თუ 200,000 კაცს, არამედ 20,000, კარგი 20,000 შეკრებს. 50,000 კაცს ნამდვილად ალბათ მაინც ნამდვილად ვერ შეკრებს ოპოზიცია. აქედან გამომდინარე, კითხვა არის ლეგიტიმური. ხომ არ ჯობს თუ ეს ასეა, თუ 26-ში იმართება ინტრონიზაცია, ხომ არ ჯობს რომ გადაიტანონ 27-ისთვის, თუ 28-ისთვის, თუ 30-ისთვის. დამოუკიდებლობის დღეს ვეღარ დაემთხევა დიდი აქცია, მაგრამ იქნება და უფრო ხალხმრავალი აქცია იყოს მაგალითად 30 მაისს. მაგრამ ეს არ არის მთავარი სალაპარაკო. ეს არ არის მთავარი, რაზეც მინდოდა ყურადღების გამახვილება.
ირაკლი კობახიძემ თუ გახსოვთ რამდენიმე დღის წინ თქვა მაისში კომუნიკაცია შედგება შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებთანო და ჩვენც ყველანი მათ შორის მეც დავცინით ერთგვარად მე ზოგი ვღერით თუ არ ვღერით მოგეთ ვამბობთ სიტყვებს მოვა მაისი წავიმღერებთ ხოლმე ჯანსუხკა ახიზის მსგავსად ზოგი რაღაც მაგალითად galaktionis მაგალითად მე გავიხსენე galaktionis ლექსი ხსენებს ამ მაისს ამ იulis გადირეკს ნოემბრის ბაღები მაგრამ თლად უსაფუძვლოდ ლაპარაკობს კი ირაკლი კობახიძე მაისის თვეზე და რას გულისხმობს ამ კომუნიკაციაში ერთი ზოგმა ჩვენგანმა შეიძლება იფიქროს რომ ირაკლი კობახიძე გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგრამ აი გუშინ იყო კი არა გუშინ წინ მე ერთ ბიზნე ივანიშვილთან არ ვიცი ამდენად სწორია მოკლედ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ პირთან მქონდა ესეთი ჩაჭიდებული საუბარიო თავად ბიზნე ივანიშვილს რო უყვარდა თუ უყვარს ამის თქმა და მან არა მასალაფი არ უთქვამს ესეთი არსებითი კონკრეტული უფრო ზუსტი რო ვიყო მაგრამ მან ესეთი აი ერთგვარი უკაცრავად სიტყვისთვის და მინიშნება გააკეთა რომ შესაძლოა თბილისში ქართული ოცნება ყოველ შემთხვევაში მუშაობს იმაზე რომ თბილისში დაპატიჟოს სწორედ 26 მაისს რომელიც დამოუკიდებლობის დღეა და ამავდროულად თუ დაემთხვა და თუ დაამთხვიეს და შეიძლება იყოს ინტრონიზაციის დღე კათოლიკოს პატრიარქ შიოსი ესენი აპირებენ დაპატიჟონ ამერიკის შეერთებული ან ცდილობენ დაპატიჟონ ამერიკის შეერთებული შტატების რომელიმე უმაღლესი ხელისუფალი ასეთი შეიძლება იყოს მაგალითად მარკო რუბიო ასეთი შეიძლება იყოს ჯეიდი ვენსი ასეთი შეიძლება იყოს რომელიმე სხვა პირი ტრამპამდე ბუნებრივია ვერ მიდიან და კონგრესმენებით თუ სენატორებით არ კმაყოფილდებიან მით უფრო რომ კონგრესში და სენატში პრინციპში თლად ქართული ოცნებისთვის სასარგებლო განწყობები არ და ვერ არსებობს მაგალითად სენატორი შაჰინის დაპატიჟებას აზრი არ აქვს ასაკვირველია კარგი იქნებოდა მაგრამ მაინც მოკლედ ან მარკო რუბიოზია საუბარი მე გაგიმხელთ ან ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ან ჯეიდი ვენსი ანუ ვიცე-პრეზიდენტი და ამ თემაზე მუშაობს ერთის მხრივ საელჩო გალტო იტალიაშვილი ვაშინგტონში არსებული საქართველოს შეერთებულ შტატებში არსებული საქართველოს საელჩო მეორეს მხრივ მუშაობენ სხვა პირებიც რომლებიც ერთის მხრივ ალიევს და მეორეს მხრივ სხვებსაც კიდევ ერთხელ გიბოდიშებთ ამ სიტყვისთვის სხვა საბოდიშოს სიტყვას მოიშველიებ ახლა ეჩალიჩებიან შუამავლებს რომ იქნება შუამავლების საშუალებით გადასცენ შესაბამისი მესიჯი და დაპატიჟება რომელიმე ერთს ან ჯეიდი ვენს ან მარკო რუბიოს მეცაც გეტყვით ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით როდესაც მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის გაიმართა სატელეფონო საუბარი ამ რამდენიმე ხნის წინ ირაკლი კობახიძემ ინგლისურ ენაზე ცხადია რამდენად კარგად ის ინგლისურ ენაზე არ ვილაპარაკოთ ახლა ირაკლი კობახიძემ გაბედა და ასაკვირველია ბიზნე ივანიშვილთან შეთანხმებით ამგვარი ქართულად სულთანმოთ ამგვარი წინადადება წარმოთქვა მე გეპატიჟებით ჩვენ გსურს დაგპატიჟოთ თბილისში დეტალები გავარკვიოთ მე და გაარკვიოთ ჩვენმა ჯგუფებმა ჩვენმა თანაშემწეებმა მე გეპატიჟებით თბილისში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინტრონიზაციის დღესო ამას ვერ ეტყო და იმიტომ რომ რამდენადაც მახსოვს კობახიძესა და რუბიოს შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა ვიდრე პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებამდე მოკლედ გეპატიჟებით თბილისშიო მაისში 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესო აი ეს იყო ნათქვამი და ახლა მთლად ემთხვევა და ამათ სურთ რომ კარგი კონოტაციით კარგი გაგებით გააგიჟონ ან დააშტერონ ან თავი მოაწოდონ ან მოხიბლონ უფრო ლიტერატურულად რომ ვთქვათ დელეგაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან და უკვე შემდგომ როცა განმარტოვდებიან ანუ ინტრონიზაციის შემდგომ იქნება რასაკვირველია სადილი ტრაპეზი რასაკვირველია იქნება იპატიჟებენ მაღალჩინოსანს თუ ეს ასე მოხდა ხაზგასმით მინდა ვთქვა თუ ეს ასე მოხდა ანუ თუ მართლაც ინტრონიზაცია გაიმართა 26 მაისს და ამ 26 მაისის ინტრონიზაციაზე მართლაც ჩამოვიდა დელეგაცია შეერთებული შტატებიდან უმაღლესი მაგალითად რუბიოს თავკაცობით ან ჯეიდი ვენსის ერთად არ ჩამოვლენ ბუნებრივია თავკაცობით მიიპატიჟებენ სადილზე მე გამართავენ საქმიან შეხვედრას და ისაუბრებენ იმაზე რომ როგორ სწორ პოზიციაზეა საქართველო აიცილა რა ომი თავიდან იარა რა ბიზნე ივანიშვილის თავკაცობით ამ ლაბირინთებში და გაიყვანა რა სამშვიდობო გზაზე საქართველო რაც ამერიკის შეერთებული შტატების ღირვადელი ადმინისტრაციის პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოდის თქვენს ებრძვით deep states და ჩვენს ვებრძვით deep states თქვენეული გაგებით deep state და ჩვენეული deep state გაგებით deep state ერთი და იგივე რეალურად სხვადასხვა მაგრამ
მამაზე ხომ არ დაელაპარაკებიან ასე მაგალითად ჯეი რივენს თუ ეს უკანასკნელი იქნება სტუმარი ან მარკო რუბიოს და დაილაპარაკებენ იმაზე რომ ევროკავშირი რამდენად ცუდი ევროკავშირი რამდენად ებრძვის საქართველოს ხელისუფლებას და გამოიწვევენ ემოციას ამგვარ ჯეი რივენსისაგან თუ მარკო რუბიოსაგან რუბიოსაგან ნაკლებად და ჯეი რივენსისაგან მეტად თუ გულახდილები ვიქნებით რომ რას აზიზღარია ევროკავშირი ბრიუსელი რას აზიზღარია როგორ არ იწონებს ქართული ოცნების და კერძოდ ბიზნეს ივანიშვილის პოლიტიკას. ახლა მთავარი თუ ეს ასეა ყველაფერი მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე ორი ინფორმაცია რომ ინტრონიზაციის 26 მაისს სვერიცხოველში გამართვის დროს გამართვას განიხილავს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ანუ სწორედაც რომ 26 მაისს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად და მეორე ინფორმაცია მაქვს იმის თაობაზე რომ ესენი ეჩალიჩებიან სტუმარს ამერიკის შეერთებული შტატებიდან რათა ეს უკანასკნელი ჩამოვიდეს და ამ ინტრონიზაციას დაესწროს დამოუკიდებლობის დღისადმი მიწვევ ღონისძიებებსაც მე გამართოს შეხვედრები საზეიმო იქნება რასაკვირველია და ახვედრა ახვდებიან წითელ ხალიჩას გაუგებენ რასაკვირველია და ამით ეცდებიან და ასაბუთონ რომ გადაიტვირთა ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახლა თუ ეს ასეა კვლავ ამ დაშვებით ვილაპარაკებ მე მაქვს კითხვა ოპოზიციასთან ორი ესე იგი პირველი კითხვა პრინციპში უკვე გაგაცანეთ პირველი კითხვა გადაიტანენ თუ არა ესენი აქციას თავარ აქციას 26 მაისიდან 27 მაისს და მე თუ ეს ასეა მომხრევარ ეს მანამდე იქნება ცნობილი ამიტომ მე განსაკუთრებულს არ ვამბობ და თუ ეს ასეა გადაიტანენ თუ არა 27-ში 28-ში 30-ში მეორე კითხვა პრინციპში ამის ქვეკითხვა აპირებენ თუ არა ეს ინტრონიზაციას წასვლას მე მაგალითად გულახდილად გეტყვით გაურებული ვარ მაგრამ მე ვიტყოდი ასე რომ არ იქნებოდა ურიგო განხილვა საკითხისა რომ ინტრონიზაციას დაესწროს ოპოზიციას ესე ჯგუფურად წავიდეს ალიანსის პირობითად 18 წარმომადგენელი რაღაც 38 იახლოს იყლოს ეს ჯგუფის წევრები არა პოლიტიკოსები მაგრამ მომხრეები აქტივი ეგრეთ წოდებული 38 თუ 68 ჩავიდნენ და ისინიც რაღაც ჯგუფურად მივიდნენ და მიესალმონ შიომუჯის ხო რთული თქმელია ცოტა არ ვიცი მართლა გითხრათ ამ თუ შიომუჯი რუსეთის კაცია მაგ შემთხვევაში რატომ უნდა ესწრო მეორე მხრივ ახლა საკუთარ თავს მეწინააღმდეგე მესამე კითხვა მაქვს და ვინც ისე იქნება მთავარიც კი თუ ჩამოდის ჯეი რივენსი ან მარკო რუბიო ელაპარაკება თუ არა ოპოზიცია დაელაპარაკება თუ არა ოპოზიცია ასე მაგალითად საელჩოს და არა მხოლოდ საელჩოს იმასთან დაკავშირებით რომ უკვე თბილისში დაბრუნებული ჯეი რივენსი სხეთიდან მარკო რუბიო შეხვდეს ოპოზიციას ანუ დღის წესრიგი იქნება თუ არა ამგვარი ჯეი რივენსისა თუ მარკო რუბიოსი და ითხოვს თუ არა საკუთარი ესე იგი ითხოვს თუ არა ოპოზიცია რომ ამერიკის შეერთებული შტატების რომელიმე მაღალ ჩინოსანი ჩამოსული თუ ეს ასეა შეხვდეს მასაც მათაც და მთავარი დამოუკიდებლად იმისა ჯეი რივენსი ჩამოვა თუ მარკო რუბიო დამოუკიდებლად იმისა შეხვდება თუ არა მათ ოპოზიცია დამოუკიდებლად იმისა ეს 26 მაისს მოხდება თუ 27 მაისს თუ არ მოხდება საერთოდ დამოუკიდებლად იმისა ირაკლი კობახიძე ანუ ბიზნეს ივანიშვილის ფრთებში მოქცეულები რას ილაპარაკებენ იმასთან დაკავშირებით რომ აი გადაიტვირთა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა შედგა რა კომუნიკაცია და ახალი ფურცლიდან ვიწყებთ რა ურთიერთობას ამ ყველაფრისაგან დამოუკიდებლად ჩვენი ეროვნული ამოცანები არ იცვლება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებსაც კი ჩვენ დროებაში დაშვებული აქვთ შეცდომები მაგალითად ჯორჯ ბუშ უფროს რომელიც 91 აგვისტოს დასაწყისში სტუმრობდა კიევს და უკრაინას მოუწოდებდა 91 წელია წარმოიდგინეთ 26 წლის წინანდელი ამბავია 35 წლის წინანდელი მოუწოდებდა რომ უკრაინა დარჩენილი იყო საბჭოთა კავშირში რომელიც გაიშლებოდა ერთგვარად ანუ ბალტიის სახელმწიფოები გავიდოდნენ საბჭოთა კავშირიდან 12 რესპუბლიკა დარჩებოდა საბჭოთა კავშირში რომელიც გარდაიქმნებოდა ეს უკანასკნელი აგი გორბაჩოვის პოლიტიკის შესაბამისად 91 წელია ამას ქვია chicken kiev speech რადაში გამოვიდა პრეზიდენტი ბუში უფროსი ჯორჯ ბუში უფროსი უკრაინელებმა განაწყედნენ დასცინეს და მე წერილები აფრინეს თერცახში და დაბრუნებულ თერცახში დაბრუნებულ ჯორჯ ბუშ უფროსთანაც მივიდა უფროსამდეც კი მიაღწია ამ წერილებმა დეკემბრის დასაწყისში იმავე წლისა 91 წლისა გაიმართა რეფერენდუმი 24 აგვისტოსაა გამოცხადებული დამოუკიდებლობა უკრაინას და
პარადოქსია, მაგრამ მაინც რეფერენდუმი დამოუკიდებლობის თაობაზე გაიმართა დეკემბრის დასაწყისში და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე იანვრის დასაწყისში სცნო უკრაინის დამოუკიდებლობა. ჯორჯ ბუში უფროსი ჯერაც თეთრსახლში ოვალურ კაბინეტში იყო. აკითხავთ, რომ ეს არის 91 წელი ის არჩევნებში დამარცხდება 90 არ მინდა შემეშალოს კი რა, არ მეშლება 92 წლის მიწურულს. მოკლედ ესეთი ამბებიც არის შეერთებული შტატების პრეზიდენტების ან ადმინისტრაციების ცდებიან. ჩვენი ეროვნული ამოცანა არ იცვლება. სულ რომ მარტო კობახიძეს და პაპუაშვილს და კიდე ამატებით ივანიშვილს შეხვდეს ჯეიდი ვენსი იქნება თუ მარკო რუბიო ჩამოსული საქართველოში, თუ ჩამოვიდა კვლავ ვიმეორებ, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ბიზინა ივანიშვილთან ერთად განვითარება და გადარჩენა, მოდი ასე ვიტყვი, არ უწერია არც ერთ შემთხვევაში. ასაკვირველია, უმჯობესი იქნება, რომ შეხვდნენ, თუ ეს ასე მოხდა ჯეიდი ვენსსა თუ მარკო რუბიოს, რასაკვირველია, უკეთესი იქნება, რომ საქართველოს დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლების ოპოზიცია იყოს უფრო აქტიური, მაგრამ როგორიც არის, რა მდგომარეობაშიც არის, რა ფორმაშიც არის, მისი კრიტიკით მე მგონი რომ მაინც არ უნდა დავკავდეთ სულ მინიმუმ 26 მაისამდე, ანუ აი ამ მთავარ აქციამდე, რომელიც გაიმართება დედაქალაქში მაისის მიწურულს და მე მგონია რომ ჩვენ ხაზგასმით უნდა ვუთხრათ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომ ქართული ოცნება არის ქვეყნის არა მარტო არჩევნების, არამედ ქვეყნის მიმტაცებელიც, რომელმაც აგი გამოიყენა ქიმიური იარაღი გარკვეულზე მაღალი ალბათობით და რომლის დამფუძნებელი ბიზინა ივანიშვილის მიმართ სანქციები არ უნდა შემცირდეს, ან არ უნდა გაუქმდეს, არამედ უნდა გაათმაგდეს თუ გაასმაგდეს, რომ იქნება და ბიზინა ივანიშვილმა შეცვალოს პოლიტიკა და შეცვალა პოლიტიკისა არის შემდეგი ეს მარკო რუბიოსას თუ ჯეიდი ვენსას უნდა ვუთხრათ როგორღაც, თუ მაინც და მაინც ისინი თბილისის სტუმრები იქნებიან, საქართველოს სტუმრები იქნებიან, ეს არის მინიმუმ 3 გადაწყვეტილება 4 რეალურად. ეს არის პირველი პატიმრების განთავისუფლება, რა გინდა რა ფორმით მოუფიქრებიათ როგორც უნდათ, შეწყალება იქნება თუ სხვა რომელიმე სამართლებრივი პირდაპირ მნიშვნელობით თუ სამართლებრივი ბრჭყალებში აქტი. მეორე, ეს არის ამ უკანონო და რუსული კანონების უკლებრივ ყველას გაუქმება და სანსკრიტ მდგომარეობამდე ქვეყნის მიყვანა, ანუ რაღაც 22 წლამდე, 23 წლამდე, ვიდრე პირველ რუსულ კანონამდე ამ მდგომარეობაში იყო ქვეყანა. მესამე, ეს არის საქართველოს დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლების მაღალი ეშელონების განთავისუფლება, მაღალ ეშელონებში მოქცეული პირების განთავისუფლება თანამდებობებიდან, იგულისხმება კობახიძე პირველ ყოვლისა, რასაკვირველია და ნორმალური მოიზებნება, რასაკვირველია სხვაგვარი პირის მოყვანა, აგრეთვე პარლამენტში პაპუაშვილის კლანის წასვლა პარლამენტიდან საერთოდ, ადგილმონაცვლეობით შესვლა სხვა პირებისა და პარლამენტის თავმჯდომარე უნდა იყოს კვლავ ვიმეორებ შედარებით ნორმალური თუ ნორმალური მოიზებნება საერთოდ ბიზინა ივანიშვილმა უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და მეოთხე ეს არის რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, იმიტომ რომ იქით რიგგარეშე არჩევნები უბრალოდ ვეღარ ჩაინიშნება, რამდენადაც მე ვხვდები, მაქსიმუმ 27 წლის გაზაფხულზე და მე უკვე აზრიც აღარ აქვს მოთხოვნას რიგგარეშე არჩევნებისა. აი ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვა, სახელმწიფო მდივანი ჩამოვა, თვით პრეზიდენტი ტრამპი ჩამოვა თუ სხვები ჩამოვლენ და ხელს ჩამოვართმევენ თუ არ ჩამოვართმევენ ბიზინა ივანიშვილს, ეს ასაკვირველია ცუდი იქნება, არავინ არ გამათობს ამას. ასაკვირველია პროპაგანდა ისე დახატავს, რომ ეს არის გაპრავება. ასაკვირველია ეს იქნება ერთგვარი ლეგიტიმაციის ერთგვარი აღიარება. არ ვკამათობ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი ეროვნული ამოცანა არ იცვლება, ეს რომ ვიცოდეთ მაინც. მაშასე, კითხვა, ჩამოვა თუ არა ჯეიდი ვენსი ან მარკო რუბიო საქართველოში? ეს არის კითხვა და რას ვაპირებთ 26 მაისს, თუ ეს ასე მოხდა. თუ ინტრონიზაცია სამასობაში სწორედ 26 მაისს და ემთხვა კი არა გამართეს ამ ბანდიტებმა გულისხმობს საერო ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში რას ვაპირებთ ჩვენ? და კიდევ მთავარი, ჩვენი ეროვნული ამოცანები არ იცვლება. ბიზინა ივანიშვილი კი დაალაგა, ხვალ რომ დაალაგოს 26 მაისს რომ დაალაგოს ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, არ ნიშნავს იმას, რომ ის მუდმივად უერთგულებს ამ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მიიღებენ მხარეები, ვაშინგტონი და თბილისი, ის შესაძლებლობისთანავე დაუსხლტება ვაშინგტონს და კვლავ გადასკუპდება რუსულ ნავში, რომელშიც ისედაც იყო, არის და იქნება. ნახვამდის.